ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგი უგულავა და მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი არჩილ გეგენავა ველნიუსის სკვერში მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე გიგი უგულავამ სამუშაო ადგილების შექმნაზე, დაწყების ახალ პროგრამასა და ქალაქის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. უგულავამ გეგენავასთან ერთად ადგილობრივებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კალენდარი წარუდგინა, რომლის დარიგებაც ქვეყნის მასშტაბით უკვე დაიწყო. კალენდარი მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტების განხორციელების ვადებს მოიცავს. Ბევრი პრობლემა გვაქვს მეგობრებო და მე მხოლოდ ამ პრობლემების მოგვარებაზე მინდა ვილაპარაკო. ძირითადი პრობლემა ისევე როგორც ყველა რაიონში აქაც უმუშევრობა, ძალიან ბევრი თქვენთაგანი, ძალიან ბევრი ადამიანი ეძებს დღეს სამსახურს. ეძებს სამსახურს იმისათვის, რომ თავისი ოჯახი ღირსეულად შეინახოს. თავის ბავშვები ღირსეულად გაზარდოს. ხშირად, როდესაც მომავალზე ვლაპარაკობთ, მე მესმის იმ ადამიანების წუხილით, რომლებიც ამბობენ, კი შეიძლება მომავალში უკეთესობა იყოს, მაგრამ მე უკეთესობა მინდა დღეს. ძნელია ყველა პრობლემა ერთ დღეში მოაგვარო. ჩვენ ჩავიბარეთ ქვეყანა, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით იყო ერთი დიდი ორმო გადაქცეული და ერთ დიდ ბნელ გამოქვაბულად გადაქცეული. ეს არც თუ ისე შორეული წარსულის ისტორიები იყო და მიუხედავად ბევრი პრობლემისა მე ვგრძნობ ამ განვითარებას, თითოეული თქვენთაგანი და თითოეული თბილისელი გრძნობს განვითარებას, იმიტომ რომ მარტივ შეკითხვაზე არის თუ არა თბილისი დღეს უკეთესი ქალაქი ვიდრე იყო ადრე, 90% თბილისელების პასუხობს რომ კი. ეს არის უამრავი ადამიანი, რომელიც გრძნობს განვითარებას და ჩვენგან სამართლიანად მოითხოვს კიდევ უფრო მეც. იმიტომ რომ ერთია ჩვენ ვილაპარაკოთ და შევთავაზოთ მომავლის გეგმები. მეორეა რომ დღესვე რაღაცა სიახლე შევთავაზოთ. ქვეყანას სჭირდება ხედვა, ქალაქს სჭირდება ხედვა, ქალაქს სჭირდება პერსპექტივა და ეს პერსპექტივა არის სწორედ ის, რაც ჩიხიდან გამოიყვანს და აგზნობინებს. შეიძლება მცირედად, მაგრამ აგზნობინებს ჩვენს ბევრ თანამოქალაქეს, რომ მოდის განვითარება და თითოეულ ოჯახს უნდა დაუკაკუნოს კარებზე ამ განვითარებას, რომ თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს სარგებელი ამ განვითარებიდან. სწორედ ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ვინ იქნება დეპუტატი ამა თუ იმ რაიონში. ცვლილებები, განვითარება მოაქვს მხოლოდ ხედვას და გუნდს. და მე მიხარია რომ აჩიკო არის ძალიან სრულფასოვანი, ძლიერი წევრი ჩვენი გუნდის, ერთიანი გუნდის, რომელსაც აქვს მომავალზე დაფუძნებული ხედვა. იმიტომ რომ მარტო იმ ერთს აქვს მომავალი, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული. ამიტომ მხოლოდ გამარჯვებისკენ უნდა ვიაროთ, იმიტომ რომ ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა. ამიტომ მხოლოდ წინ ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისაკენ. ვირდებით რომ ვისი მოგვარება შეიძლება ერთ კვირაში გავაკეთებთ ერთ კვირაში, ვისი მოგვარება შეიძლება ერთ თვეში გავაკეთებთ ერთ თვეში და ვისი მოგვარება შეიძლება 4 წელიწადში, იმას გავაკეთებთ აუცილებლად 4 წელიწადში. აი ამის წინაპირობა არის ეს კალენდარი, რომელსაც ვარ. კი, აი ეს კალენდარი, რომელსაც ბატონ გიგი რაზეც საუბრობ, ეს ყველა დაგირიგდება, სადაც სხვილი თემები, რომელიც ქვეყანაში გეგმების დონეზე 4 წლის განმავლობაში გაწერილია, წერია რომელ წელს, რომელ თვეში, რომელ კვირაში გაკეთდება. იცოდეთ, რომ მე ყოველთვის ვიქნები თქვენ გვერდზე მომდევნო 4 წელიც და იმის მერეც მიუხედავად იმისა, სად ვიქნები და რა მოღვაწეობით ვიქნები დაკავებული და ყოველთვის რაც შემიძლია, იცით რომ გავაკეთებ ერთმანეთისთვის. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.